გუშინ გაიმართა კონფერენც ლიგის და ევროპა ლიგის მატჩები და საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. შეგვიძლია აგერ ვნახოთ, ესე იგი, ევროპა ლიგაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი ჯერ კიდევ ღიაა ყველა მატჩში. ბოდო გლიმტი ლაციო 2-0. მე მაინც მგონია, რომ ამ წყულში ბოდო გლიმტი გავა შემდეგ ეტაპზე. ამ ორბურთიან უპირატესობას ბოდო გლიმტი ხელიდან არ გაუშვებს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ლაციო შეიძლება სტერეოტიპულად და შემადგენლობითაც უფრო ძლიერი გუნდი იყოს, ჩემი აზრით ბოდო გლიმტი შეძლებს და ამ წყვილში გამარჯვებული იქნება. ლიონი მანჩესტერი 2-2. აქ პროგნოზს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ლიონს გულშემატკივრობ ჟორჟის ხათრით, ამიტომ ჩემი პროგნოზი ვერ იქნება ზუსტი. უფრო ემოციით ვიმსჯელებ და რა მინდა და როგორ მინდა რომ დამთავრდეს მეორე მატჩი ყველამ კარგად იცის ხვდებით ალბათ. მიუხედავად ჩემი ყველა პატივისცემისა მანჩესტერ იუნაიტედის ქართველი გულშემატკივრებისადმი. 2-2. ესე იგი რეინჯერსი ატლეტიკ ბილბაო 0-0. აქ რეინჯერსის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა ჩემი აზრით. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ თამაშის დასაწყისშივე სადღაც მე-13 წუთზე ფეხბურთელი გაუგდეს. შოტლანდიელებს და ამათ გეგმების შეცვალა და საბოლოო ჯამში მათ მოუწიათ უფრო დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში, რაც მერე ანგარიშიც აისახა 0-0. ბილბაო ჩემი აზრით სახლში მოიგებს. ტოტენჰემი აინტრახტი 1-1. აინტრახტმა გახსნა აქ ანგარიში მე-6 წუთზე და მერე 20 წუთში ტოტენჰემმა გაათანაბრა და ესე დამთავრდა 1-1. ჩემი აზრით გერმანიაში ტოტენჰემი მოიგებს. ხო, რაც შეეხება კონფერენც ლიგას, აქ ლეგია ჩელსი 0-3, აქ ნუ ყველაფერი ნათელია. ორიგინალობას არ დავიწყებ, ჩელსი გასულია ფაქტიურად. ბეტისი იაგელონია მეორე კიდე პოლონური გუნდი. ორი პოლონური გუნდია კონფერენც ლიგის მეოთხედფინალში, რაც აღსანიშნავია ნამდვილად. ბეტისმა მოიგო 2-0 და ჩემი აზრით ბეტისი გავა ამ წვილიდან შემდეგ ეტაპზე. ცელიე ფიორენტინა 1-2. ცელიე სლოვენიის გუნდია. აი, სულ ეს რომ ხდება, სულ გული მტკივა, იმიტომ რომ სლოვენია არის პატარა ქვეყანა, ჩვენზე პატარა ქვეყანაა, მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც. და მიუხედავად ამისა ახერხებს იმდენს, რომ აი საკლუბო გუნდი იმ დონეზე ყავს, რომ მისი გუნდი ცელიე თუ არ ვთქვი ჩემპიონია სლოვენიის კონფერენც ლიგის მეოთხედფინალში გადის. ფიორენტინასთან 1-2 დათმო საკუთარ მოედანზე, გოლიც გაუტანა, ჩემი აზრით ამ მეოთხედფინალზე შორს ცელიე ვერ წავა, ფიორენტინა არის გამარჯვებული და ის გააგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ცელიესგან მაინც ცელიეს მიმართ საქებარ სიტყვებს მე პირადად არ ვიშურებ. ყოჩახ ამ გუნდს რომ აქამდე მიაღწია. და ბოლოს იურგორდენი რაპიდი 0-1. აქაც ჩემი აზრით რაპიდი გაიმარჯვებს საკუთარ მოედანზე. აი ესეთი ამბებია. ეხლა რაც შეეხება ახალ ამბებს ზოგადად ფეხბურთიდან, ცნობილი გახდა რომ მუჰამედ სალახმა კიდე 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ლივერპულთან. ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელსაც გაჩვენებთ, სადაც მუჰამედ სალახი თავად ლაპარაკობს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ლივერპულში. რატომ არ იქნება საინტერესო. ხო, 8 წელი ვითამაშე და იმედი მაქვს, რომ ეს 8 წელი 10 წლად იქცევაო, ესე ამბობს მუჰამედ სალახი ამ ვიდეოში. ამბობს, რომ ბედნიერია, ამბობს, რომ ეს ლივერპულში გატარებული წლები მის კარიერაში საუკეთესოა, ამბობს, რომ მისი ოჯახიც ძალიან ბედნიერია ლივერპულში და ამიტომ მოკლედ ხო ბედნიერია, რომ კიდევ 2 წლის გატარება მოუწევს ამ ქალაქში. It's a special moment always when we play in Anfield. There is no place like that. The warmth you feel inside, the song before the game, everything about it. Every moment you score a goal and they sing my song just like something special. والقصة لسه مستمرة. და ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე თქვა 1-2 სიტყვა, გუშინ და გუშინ წინ მე-7 ტურის მატჩები გაიმართა და შედეგები ასე დაჯდა ჩემო ბატონო, აგერ შეგვიძლია ვნახოთ. დინამო ბათუმი თელავი 2-0, ეს გუშინ იყო ეს მატჩი. გარეჯი გაგრა 0-1, დინამო თბილისი იბერია 1-2, სამგურალი დილა 0-1, კოლხეთი ტორპედო 2-2. ტორპედო მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ყავს, მაინც ვერ ახერხებს რაღაცნაირად დაქოქვას. 7 მატჩიდან აქვს მხოლოდ 1 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება და არის ცხრილის ბოლოში, აგერ ცხრილსაც შევხედოთ. პირველ ადგილზე იბერია 17 ქულით, ერთპიროვნული ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი, ისევ ლიდერია. ბათუმის დინამო მოსდევს 15 ქულით, შემდეგ დილა, დინამო თბილისი, თელავი.
ქვედა ნაწილი ცხრილიც არის სამგურალი გაგრა ტორპედო აიხედავ ტორპედო სად არის პლეი-აუტ ზონაში 5 ქულით 7 მატჩიდან 7 გატანილი გოლით 11 გაშვებული მერე კოლხეთი და გარეჯი მაგრამ მე ვთვლი რომ ტორპედო მაინც დაიქოქება უახლოეს თამაშებში და საბოლოო ჯამში მაინც ზედა სამეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს ხო და ბოლოს ერთი მატჩის ფრაგმენტები ვნახოთ ცენტრალური მატჩის ეს იყო იბერია დინამო თბილისი 9 აპრილს გაიმართა ეს მატჩი ძლიერი წვიმა იყო რამაც იმოქმედა მატჩზე ფეხი უსრიალდებოდათ ფეხბურთელებს ხშირად და ვერაჩვენეს უფრო ტექნიკური და უფრო ესეთ თამაში როგორც შეეძლოთ რომ ეჩვენებინათ მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც საინტერესო მატჩი იყო საკმაოდ დაძაბული იბერიამ პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა ორივე იური ტაბატაძემ ორივე საკმაოდ ლამაზი გოლი იყო და მეორე ტაიმში დინამო 95 წუთზე შეძლო ერთი გოლის გაქვეთვა. ქონდა მომენტები დინამოს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება და შეეძლო ამ მატჩის არ წაგება. მით უმეტეს რომ ჩემი აზრით აგერ თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს დინამომ ყველაფრით აჯობა მეტოქეს. ესე იგი ბურთის ფლობა 57% 53-ის წინააღმდეგ კარისკენ დარტყმები 18-9 დინამოს სასარგებლოდ ყველაფერი. კარის ჩარჩოში მოხვედრილი ბურთი 8-4 და მეორე ტაიმს თუ შევხედავთ აქ საერთოდ უფრო გამოკვეთილია დინამოს უპირატესობა, ხო? აგერ ხედავთ ყველაფერში წითლად რაც არის აღნიშნული. ხო, მაგრამ იბერიას სასახელოდ უნდა ითქვას რომ მაგასაც ცოდნა უნდა, ხო? რომ სტატისტიკურად წააგო მეტოქესთან, მაგრამ საბოლოო ჯამში ტაბლოზე შენის სასარგებლო ანგარიში აისახოს. ასე რომ ხო, იბერიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნორმალური გუნდია, უფრო შემდგარი გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებს ზოგადად იბერია, ვიდრე დინამო და ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი საქართველოს ჩემპიონატში. წელს იბერია გადის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ იმაზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და იმედი დავიტოვოთ, რომ ის იქნება წელს პირველი გუნდი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგის. იმიტომ რომ უკვე ჩვენ რეგიონშიც სამხრეთ კავკასიაშიც მაჩანჩალებად ვიქეცით, არც ერთხელ არ მოგვიწია ჯგუფურ ეტაპზე თამაში თუ იმ 2004 წელს არ ჩავთვლით 20 წლის წინ რაც იყო, 21 წლის წინ. ხო, სომხეთმაც გაგვასწრო და აზერბაიჯანმაც უკვე რამდენჯერმე ითამაშეს ჯგუფურ ეტაპზე, ასე რომ არ არის ეს კარგი და რაღაცნაირად უნდა წამოვეწიოთ მეზობლებს, როგორც მინიმუმ მეზობლებს. ხო, ასე რომ იბერიას წარმატებები და სხვა გუნდებსაც ბუნებრივია, დინამო წელს ევროტურნირებზე ვერ გავა, იმიტომ რომ გასულ სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა და თასის ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქაც დამარცხდა, ცუდი სეზონი ჰქონდა ზოგადად დინამოს. წელს თითქოს ცოტა უკეთესად თამაშობენ და ვნახოთ რა იქნება რა. აი ესეთი გადაცემა გამომივიდა დღეს და შევხვდებით ერთმანეთს მალე.